გამარჯობა ხალხო, დღეს არის 18 თებერვალი. 4 დღეში არის ჩემი და მართას დაბადების დღე და მართას უნდა აუხსნო ოცნება, უნდა ვუყიდო ნივთი, რომელიც ძალიან დიდი ხანია უნდა. ძალიან პატარა იყო ამ ნივთისთვის და შესაბამისად ყოველთვის თავს ვიკავებდი ხოლმე. რაღაცნაირად დაიმსახურა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან კარგად სწავლობს, ძალიან ბევრს შრომობს. ჩვენ ხომ მივიდივართ კახეთში, იქ მინდა რომ გადავცე მოკლედ და ძალიან გავხარდება. დაგვიწერე კომენტარებში რას ფიქრობ, რა ვაჩუქეთ მართას. თუმცა იქამდე ძალიან დიდი გზა უნდა გავიაროთ. გამარჯობა, ჩვენ ვართ ორი ერთნაირი და დღეს მივიმგზავრებით კახეთში. წინანდალში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ისტორიულ მხარეში. რამდენიმე დღის სასტუმრო პარკ ჰოტელი გვიმასპინძლებს და ჩვენი მიზანია, რომ აქ არსებული ყველა აქტივობა გამოცალოთ. ბოლოს კი გამოვავლინოთ ჩვენი სამიდან ვინ გახდება გამარჯვებული. ძალიან მაგარი ამბავი ის არის, რომ წინანდლის ტერიტორიაზე რედისონის აქტივობებსაც შეგვიძლია ვისარგებლოთ, ასე რომ უამრავი გამოწვევა გველის წინ. პირველ რიგში გვექნება ჩოგბურთისა და პადელის მატჩები. კარგად მოემზადეთ, ვისწავლით თამაშის ტექნიკებს და ვნახავთ, რომელი უფრო მარტივია დამწყებებისთვის. მეორე, დიდ ბრძოლას გავმართავთ ცურვაში. როგორც ყოველთვის შევეჯიბრებით სხვადასხვა სტილში, ჩვეულებრივი ცურვა, ზურგი ცურვა და ყველაზე სახალისო, წყალში სიარულით ცურვა. ნახავთ, ვინ იქნება ჩვენ შორის ყველაზე სწრაფი და ყველაზე გამძლე. და ბოლოს, გეიმ ზონაში გადავალ, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი გასართობი იპოვოს. პინგ-პონგი თუ პლეისტეიშენი. ესეც ასე რუსთავიდან გავედით, მივდივართ კახეთში, კერძოდ წინანდალში, პარკ ჰოტელ წინანდალში. ეს სასტუმრო არის ჩემი საყვარელი სასტუმრო, სხვა შორის პირველად სწორედ ამ სასტუმროში ვიყავი და ძალიან მოვიხიბლე, იმიტომ რომ არის ძალიან ფერადი ოთახები და ძალიან მომეწონა. პარკ ჰოტელ წინანდალის გვერდზე არის რედისონის სასტუმრო და ამ ორ სასტუმროს შორის სპეციალური ტრანსპორტით გადაადგილდები, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან მომეწონა. აი, რამდენიმე წლის ერთი 5-6 წლის წინ ვიყავი რა. ბევრი ჩელენჯი გვექნება დღეს. სანამ გზას გავუდგებით, სამი რამე უნდა გავაკეთოთ. პირველი, მართამ ერთი მოქმედება უნდა ჩაიდინოს. დრამია რომ ცუდად არ გახდა გზაში და წამალია ეგეთი. მეორე, ერთგული მეგობარიც ჩვენთანაა. და მესამე, თქვენი კომენტარები უნდა წავიკითხოთ. გამარჯობა მართა, მანანა და გელა. თქვენ ჩვენ გვასწავლით ბევრ რამეს. თქვით საუკეთესო კონტენტს და ამ ვიდეოებით გვაბედნიერებთ. რადგან მართამ უკვე წაიკითხა წიგნის სახელად ტომ სოიერი, მანანას ურჩევ წაიკითხოს ჩემი არ გესმით ან რამე მსგავსი წიგნები. დღე 21 ვცდილობ მოხდეთ ტოპ კომენტარებში. მთავარია გჯეროდეს. ამ კომენტარის შემდეგ თამამად ვიტყვით, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია. მადლობა. მობრძანდით. რა არის ეგ? საწოლი იქნება. აი, საწოლი. გამოიცნო ერთი საწოლი. ეს მეორე საწოლი იქნება. აჰა. სკამი, ეს მაგიდა. მოიცა, მან კიდე რამე ხო არ არის? თებში ეს ტელევიზორი იქნება. ვა, უმრავლესობა გამოიცნო. ეს ვინო? როგორ მოგწონს ეს ოთახი? კაია, ძალიან მომწონს. კაია? კი. აი, ესეთი ლამაზი ოთახია და ნახე მართა, ეს არის ჩვენი წინასა დაბადების დღეო. ნამცხვარი პირველი, აი აქ წერია. მოკლედ ეხლა ჩავიფიქრებთ სურვილს მე და მართა და რასაც ჩავიფიქრებთ, აუცილებლად აგვიხდება. სნეკების დაფას დაგვახვედრეს, ესეთი წერილიც დაგვახვედრეს. მოგესალმებით, გვიხარია თქვენი მასპინძლობა, გისურვებთ სასიამოვნო და კომფორტულ დასვენებას. პარკ ჰოტელში დიდი მადლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დასვენება იქნება ძალიან სახალისო და ძალიან კარგი. მართა დაჯდა უკვე სუფრასთან და მიირთმევს და აღნიშნავს დაბადების დღეს ცოტა ნაადრევად. ხალხო, რთულია იყო მშობელი, იმიტომ რომ მგონი ამ თაობას ეს გარდატეხის ასაკი ცოტა ადრე დაეწყო, 11 წლის ასაკში და უკვე გამანები თავი დავდივარ მე. და ტელეფონი ხელში უჭირავს და გადია და მე ანუ ამ დროს 11 წელს რო ვიყავი, იმის უფლებაც კი არ მქონდა, რომ დედაჩემისთვის მეთქვა, რომ არ მომწონს ეს მაისური ან ეს კაბა და არ ჩამოწვა. რას ქვია, აი, მესმის ყველა მშობლის. მოკლედ ახლა დავაგებოვნებთ უგემრიელის სამზარეულოს, მე ვაპირებთ რომ წავიდეთ და ვითამაშოთ ჩოგბურთი და პადელი და შემდეგ არის რა თქმა უნდა ცურვის გენიალური შეჯიბრი და აუცილებლად უნდა უყუროთ ამ ვიდეოს ბოლომდე. საოცარი დახვედრა მოგვიწყო სასტუმრო პარკ ჰოტელმა და ძალიან გემრიელად ვისადილეთ რესტორან პინოში. ულამაზესად და უგემრიელესად გამოიყურება ყველაფერი. მოკლედ მოდით ახლა ამ სუფრიდან დავასახელოთ ჩვენი ფავორიტები. ჩემი ფავორიტი ამ სუფრიდან არის მგონი კიტრი პომიდორი სალათი, ძალიან მიყვარს. შენი ფავორიტი? ფრი. შენი? ჩემი ეს არის. რა არის არ ვიცი და მოდით. კაი, მოკლედ ახლა გავსინჯოთ და შევაფასოთ. უკაცრავად თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით. ფანტასტიკურია ყველაფერი. აქ ნახეთ როგორი ხაჭაპური დაგვემატა. მოკლედ მეგობრებო, ძალიან დამშვენებული სუფრა გვექნება დღეს. დღეს გვაქვს ძალიან კარგი ხაჭაპური, კარგი ყველის ასორტი, რა თქმა უნდა, კიტრი პომიდორის სალათი, აქეთ გვაქვს ოჯახური, აქ ქონდა კლაბ სენდვიჩი, ესეც პიცა და გვაქვს ძალიან საინტერესო კერძი, შებურილი ბადრიჯნის სალათი. უნდა გავსინჯო ყველი და თაფლი როგორც მაშომით. ხარ გემრიელიო და დელიკატესიაო და ნახეთ, ჩვენავეს ყოველდღე ვჭამთ რა. მინდი ყველი მიაყარეკინე, მაგრა უხდება.
ნო, აი ესეთი ყველის დაფა გვაქვს და მე მაგალითად აი ეს ყველი მიყვარს ყველაზე ძალიან და ამ ყველს გავსინჯავ თაფთან ერთად. ძალიან საინტერესო გემოაქვს შორის, მაგრამ ძალიან ცნობილია, არ ვიცი მომეწონა თუ არა. ეს არის შებოლილი ბადრიჯნის სალატი და ეხლა უნდა გავსინჯოთ, ძალიან მაინტერესებს. შიგნით ბადრიჯანი აქვს გამოჩნდა. ესეც ასე. მე ძალიან მიყვარს სხვათა შორის ფურცლები. აბა გამომარჯოს. მე ძალიან მიყვარს ქათმის ნაგეცები რა. და იქნა გამომდინარე რომ აი თითქოს გარეთა ნაწილი მიუგავსო. ძალიან მომწონს ეს სტრუქტურა რაც გარედან აქვს. და ანუ ვეგეტარიანული მოდის და ძალიან კაია. აშენს დაუჭერდი ამას ყველას ძალიან მომეწონა. უგემრიელეს კერძების შემდეგ უკვე მზადვართ პადელსა და ჩოგბურთში გამოცადოთ ბედი, მაგრამ იქამდე ცოტა უნდა გავხურდეთ. მე და გელა იმდენჯერ შევეჯიბრეთ ერთმანეთს, რომ ბოლოს მანქანებიც კი გამოვიწვიეთ. მაგრამ როგორც ლალიბებო იყო და არც აქ ჩამოვარდებოდი გელას და ვეცდები გოლფ-ქარსაც მასზე უფრო მეტად გავასწრო. პარკ ჰოტელში ყველაზე მეტად სწორედ ეს მომწონს. ამ ტრანსპორტით მარტივად უკავშირდები სასტუმრო რედისონს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ აქ დაისვენებთ რედისონში მდებარე პადელსა და ჩოგბურთზე, უფასო წვდომა გექნებათ. აუზიც არ გამოგრჩეთ და ასევე მოინახულებთ ჭავჭავაძეების ულამაზეს სახლ-მუზეუმს, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. ახლა კი ვნახოთ, პადელი თუ ჩოგბურთი, გელა თუ მანანა. და მთავარი კითხვა, ისწავლის თუ არა მართლა ჩოგბურთის თამაშს. მოგესალმებით, ახლა ვიმყოფებით ჩოგბურთის კორტებზე. ორ ნაწილად არის, როგორც ხედავთ, წამობზანდით გაყოფილი კორტები. აი ეს ბანდი ყოფს ორ ნაწილს და შემდეგ ეს ორი ნაწილი შედგება თავისი ტერიტორიისგან. გელას ტერიტორია ძალიან მარტივად არის შემოსაზღვრული, ხოლო მართას ტერიტორია არის იგივენაირი. მართა, როდესაც ბურთს ისვრის, აი მაქსიმუმ, აი აქ შეიძლება რომ დაეცეს. ამ ხაზის იქით თუ დაეცა, ბურთი არ ითვლება. ანუ გელას მიზანია რომ აქედან მართას ჩაუგდოს, აი ესეთ 4 კუთხეთში და მართას მიზანია რომ ჩაუგდოს გელას 4 კუთხეთში. ეს არის თავარი. ეხლა ვნახოთ, მართამ ჩააგდო თუ ვერ ჩააგდო, ეს მარტივი სპორტი მართლა არ არის, იმიტომ რომ თვითონ ჩოგნის ჭერასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეხლა გასწავლით ჩოგნის ჭერას, წამობზადით შეიძლება. ჩვენი მიზანი არის, რომ გავარკვიოთ რეალურად რომელი ჯობს ჩვენთვის, ჩოგბურთი თუ პადელი. ეს არის ჩოგბურთის ჩოგანი, ხო ეს არის პადელი. ეს არის ბევრად უფრო პატარა, ეს არის ბევრად უფრო დიდი. თამაში როდესაც იწყება, უნდა ვიდგეთ შუაში და რატო? იმიტომ რომ არ ვიცით მოწინააღმდეგე საით შეესვრის ბურთს. და ეხლა ველოდები, ნახეთ? აჰა, ველოდები. აი ესე. თუ აქეთ წამოვა ბურთი, ესე ხო მიჭირავს და რო წამოვიღებ, აი ესე უნდა დავარტყა. თუ აქეთ წამოვიდა, ესე უნდა შევცვალო და აი ესე უნდა დავარტყა. მე დავდიოდი ჩოგბურთზე და ჩემი მასწავლებელი ამბობდა რომ აი ესე ბურთს უნდა წამოვარტყაო თავზეო რა და. კარგია, ნახეთ ბურთს ველოდები, ახტა. აი ესე. დავამარცხებ ხალხო, აი ჩოგბურთში ხო გჯერა. ოპა, საღ. არა. ეხლა გადმოვედით პადელზე და მოდით ავხსნათ ეხლა პადელის წესები. პადელი ძალიან გავს ჩოგბურთს და ეხლა მართას ვასწავლი, ზოგადად ბურთს სად უნდა დახვდეს და საუკეთესო ადგილი რომელია რომ კარგად დაარტყას. ნახეთ, ეხლა ვეუბნებოდი რომ ჩათვალე რომ მე ვარ ბურთი და მისროლა მანანამ რა. წამოვედი, ამას გადმოვახტი და მოვედი დავარდი აქ. ამ 4 კუთხეთში უეჭველი უნდა დავარდე. დავარდე აქ. შენ გგონია რომ უნდა დახვდე სადღაც აქ, მაგრამ არა, ნახე, მე რომ ბურთი ვარ და აქ დავარდი, ინერციით ავარდი და მოვდივარ შენკენ. და შენ აქ კი არ უნდა დახვდე, ნახე, უნდა გათვალო გონებით, რომ დაეცემა მაგალითად აქ და მერე რო ახტება, წამოვა და სადღაც აი აქ უნდა დახვდე და როგორც კი შენ სიმაღლეზე ამოვა, ეგრევე ჰოპ. წავიდა. ახლოს არ იყო ძალიან ბურთთან. დაელოდე, როდის ავარდება და მოვა შენამდე. ნახე, დავარდა, მოდის შენამდე. აი ეგრე და ყოჩა. აი მიხდი? აი ნახე, ვაცდი. მოვიდა, დაუხედრე, მოვიდეს, მიდი. არა, აი ნახე, გააჩნია სიმძლავრეს, ანუ რამდენად ძალიან დავარტყავ. ხო ამოხტა ძალიან, მაგრამ მე თუ მაგალითად ცოტა ნელა დავარტყავ, ცოტაზე ამოვა. ეგეც უნდა განსაჯო შენი გონებით. ოპა, აი ჩამიგდო ბავშვმა. მიდი, არა უშავს. ჭერას აქვს ნახე მნიშვნელობა. აი ნახე, ესე დაახვედრე. აჰა. მანანა მასწავლა პადელის თამაში ამასობაში. დაელოდა. ოჩაღაი ჩაგიგდო. პადელი უფრო მარტივია ჩემი აზრით ვიდრე ჩოგბურთი. და ორივე ძალიან კარგია, მაგრამ მართა შემთხვევაში მგონი ჯობს პადელიც დაიწყო და მე გადავხვიდე ჩოგბურთის სწავლაზე. ვაუ, დაელოდა, ხელი გაწია, ბრავო. დაელოდა. ოოოოო! ერთი არო აქეთ ჭერა ვასწავლე, თუმცა აქეთ უკვე ესე უნდა იჭირო, ან ორი ხელით, რომ აქეთ მხარეს დაარტყა რა, ეგ უკვე ცოტა რთულია, რაც უმეტესობას უჭირს. ყოჩა. დაელოდა. ბრავო. ბრავო! გადაცდა, მაგრამ კაი, 1-0, იმიტომ რომ არ უნდა დაარტყა, როცა გადაცდება. კაი, 2-0.
ვაიმე. ყველა ვარიანტში წააგე 3-1. 4-1. 4-2. ოპა. არა. ვაი. არა. 6-6-ია და არ დაგითმობ რა, არ მაინტერესებს. ჩი ხა? არ გადაცდე. არ გადაცდე. დავიღა. ვაიმე. ადელი დამწყებებისთვის იდეალურია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სპორტი შენი ცხოვრების ნაწილი გახდეს. მე უკვე გრძნობ, რამდენად მჭირდება მოძრაობა ყოველდღე. არა, ეს წელი უნდა ვივარჯიშო. და რომელს აირჩევდით თქვენ? პადელს თუ ჩოგბურთს? დაგვიწერეთ კომენტარებში და აქვე კიდევ ერთი ტოპ კომენტარი წავიკითხოთ. გამარჯობათ მართლამანნა, მე მარიამი ვარ 10 წლის და თქვენ ჩემი საყვარელი იუთუბერები ხართ. თქვენ გავისწავლე ურთიერთობა რა არის, მეგობრობა და ცხოვრება. რომ ერთი სულ პატარა ნაწილისგან, მაგალითად პატარა ფიჩხისგან რომ დავიწყოთ. ჩემი დიდი თხოვნაა, რომ ანანო, ნიტა და დაჩისთან ერთად ბევრი ვიდეოები გადაიღოთ. მართას ვგულოცავ დიდი სიხარულით დაბადების დღეს. მარიამ, დიდი მადლობა ასეთი თბილი წერილებისთვის. ზუსტად ასე დავიწყეთ ჩვენ ძალიან პატარა ნაბიჯებით. თავარია გჯეროდეს და შენ თავს ძალიან კაფიო მიზნები დაუსახო. ასე დაინახავ შენს ოცნებამდე მისასვლელ გზასაც. ანანოსთან, ნიტასთან და დაჩისთან ერთად კიდევ გადავიღებთ ვიდეოებს და შენ მოკითხვას სიყვარულით გადავცემთ. გახსოვთ ვიდეო როგორ დავიწყეთ? მალე ორი ერთნაირის დაბადების დღე მოვა. ნახოთ მართას თუ ახსოვს. მოვიდით აუზზე, უნდა შევიდეთ ახლა და გამოვიცვალოთ. ულამაზესი გარემო არა? კი, ძალიან ბაზრი. მოკლედ, ჩემი ნივთები 29 ნომერს შევინახე და ეხლა მართაც ინახავს თავის ნივთებს და მაინტერესებს ერთნაირ პაროლებს დავაყენებთ თუ არა. სისტემა ასე მუშაობს, რომ ახლა უნდა ჩავწერო პაროლი, 4 ციფრი უნდა გამოვიყენო. ეხლა მე ჩუმად დავაყენებ პაროლს და იქნებ მართამაც იგივე დააყენოს. მართა მინიშნებას გაძლევ, რომ ეს არის ჩემი და შენი საერთო რაღაც. მოდით ეხლა იმედია თქვენც გამოიცნობთ, ვინც ჩვენი ერთგული გამომწერია, ის გამოიცნობს. მართა არ იყურება. ჩავკეტე, აი ნახეთ. ეხლა ვნახოთ მართა რა პაროლს დააყენებს. ძალიან რო არ გაგირთულდეს, მინიშნებას მოგცემ დაბადების დღე არის მინიშნება. 22 22 20. რატო 20? არ ვიცი. თებერვალი, ანუ თებერვალი რომელი თვეა? მეორე. მერე? 02. აბა ჩაწერე. 2. აი, ეხლა წამოდი და ეცადე ჩემის გაღებას და თუ გააღებ, ესე იგი გამოიცანი. 22. რა ხდება ხალხო? ასე მგონია მიწის ძვა. რა მაგარია! ოპა, რა ლამაზია. გელა რა შილა, ოფს. ნახეთ, უბრალოდ რა ლამაზი აუზია და რა ლამაზად ანათებს. საბავშვო აუზი მაშ, ჩადი საბავშვო აუზში. მოგწონს? აი ნახეთ, ეხლა ვარ ჰაერში, აი დაწოლაც შევიძლია. თავის მოკლედ, ახლა მე გელა და მართა გავაკეთებთ ორ ჩელენჯს. პირველი იქნება სუნთქვის ჩელენჯი, ვინ უფრო დიდხანს გაძლებს წყალში და რა თქმა უნდა მე და მეორე იქნება ცურის ჩელენჯი. ცურის ჩელენჯი ბოლოს გავაკეთეთ ზაფხულში, გელა მომცა 10 წამიანი თორა და მე მომიგე და ახლა მოდით ვნახოთ თუ ვინ მოიგებს 1 2 3. მოვიგე მეგობრებო. ამ შეჯიბრში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვიმარჯვებ, იმიტომ რომ მე ვარ ათლეტი ხალხო, ვივარჯიშეთ ყოველთვის, როდესაც გახართ გააკეთეთ ფიქნები, იყავით ჭამთელები, არ ჭამოთ გვიან, ჭამეთ გოსტნეული და ირბინეთ. ნახეთ, პუნქტი მაქვს. აი, მოკლედ ცურვის ჩელენჯი 10 წამს გელა ისევ მაძლევს ფორას. მისვლა და მოსვლა. და მოსვა. ოღონდ აი, თავარი რა არის, რომ იყოს სტაბილური. არ უნდა დაიწყო ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ მე დაიღლებ. Bravo! არა და მქონდა შანსი. სტაბილურად ხომ ამბობდი და ვერ მოახდა. სტაბილური იყო ის. ისწავლეთ რა? ეშინია მაინც თუ არა? მართა და გელა იქნებიან ერთად, გელა იყანს მართას ხელში და ეგრე ივლიან წყალში და მე მარტო და ვინ გაასწრებს ბოლომდე. 3 2 1 3
Bravo. სულაში ხო ჯობია და სიაროქში ხარ. კელა ნამდვილი ათლეტია მეგობრებო. მანანა გვაწყობებდა არაფერი ათლეტი არაა. კელა როგორია მრავალგზის ჩემპიონობა? აი წყალში ვარ ხალხო როგორც ხმელობს რა. დღეს ბოლო შანსი მაქვს ზურგით ცურაში უნდა მოუგო გელას. რაკაც მინდა ფორა? არა. განდაბო. კან მინდა ფორა, 7 კან ფორა. 3 2 1 ძლიერი ვარ ხალხო ძლიერი. ცურვაზე უნდა შევიდე. აი ამას მივსე 20 წამს ფორას და მაიც მოგეხო. წყლიდან ამოვედით და თქვენი კომენტარის წაკითხვის დროც მოვიდა. გამარჯობა მართა და მანნა, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და გელაც. ყოველ თქვენს ვიდეოში არ მოხდება ისე რომ რამე არ შევისწავლო. მე ისე მქვია კეთი და ვიცი რომ ყველა ვიდეოში ძალიან ბევრ შრომას დებთ. შეიძლება ის კომენტარი არ იყოს გამარჯვებული, მაგრამ ერთი ვიდეოს იდეას გეტყვით, გადაიღეთ ვიდეო, როდესაც მართა მიყავთ მოლში. ძალიან მიყვარხართ. მადლობა კეთი რომ ჩვენს შრომას აფასებ, ხომ იცი როგორ ვამბობთ. შრომით ყველაფერი გამოგვია. მართას მოლში აუცილებლად წავიყვათ. და გახსოვთ წინა ვიდეო. მართას ეს სრულიც უნდა აუსრულოთ დამარცხებულებმა. ყველაფერი გამოცადეთ. ცურვა, პადელი, ჩოგბურთი, მაგრამ ჩვენ არ ჩერდებით. სანამ ყველა თამაშს არ ვითამაშებთ, ვერ მოვისვენებთ. ახლა ბრუნდებით პარკ ჰოტელში და გადავდივართ გეიმ ზონაში და ვიწყებთ პინგ-პონგის დაპირისპირებას. ნახოთ, ვის აქვს ყველაზე სწრაფი რეაქცია. ანუ ესე უნდა დაიჭირო ჩოგანი და უნდა შეეცადო რომ შუაში მოვარტყა და ანუ ძალიან დიდი ძალა დაატანო არაა საჭირო რა. და პირველი შენს თაში უნდა ჩააგდო და მეორე კიდე იქით მეორე მხარეს. აი მაგალითად ეს. ოჩო და მე ჩემსაში. თუ აქეთ მოვა ბურთი ესე და არ ტყავდა. თუ აქეთ მოვა ბურთი ესე და. მე ესე ვაკეთებ, ჯერ ვაგდებ და მე ვესროლ. ესე ნუ აი ეს დაიჭირე. მიჭირავს. როჩა გიგდო? ერთი სიტყვით ბრძოლა გრძელდება. თეთრამდეა და ვინც მოიგებს ისაა ჩემპიონი. ვარდა ეს. მიდი. აი მე. აი მეგობრებო, მოზომილი თამაში არის აუცილებელი. ორცეთ. ახლა მithori. დამცამ. ოთხიცამ. არა. გრე. ვაგებო. 5-3. 5-5 შეინჯერი. არა, 6-6. 7-6 წავიდა. 8-6. 7-6 შეინჯერი. არა. 3-8. ვაიმე. ავე თითქო. მე დავიწყე. არა. არა. ორ-2. სამიდო. არა, 3-3. 4-3. არა, 6-2. არა, 6-5. 7-5. არა, 7-7. ნახე, ანუ აქ შანსი რა, მაინც ათლეტა. 8-7 გამასრო. ნახე როგორი მობილიზებული, დაკვირვებულია. 9 იქებს ათლეტა. 3-7 ხო? აი ესე დაგცინიან, მაგრამ თქვენ კონცენტრირებულად განაგრძეთ. მოდი ათლეტა. წვიდრა. ვაი მე პატარა 9 არის. და ფინალი ოს. ეს რა არის? 10-10. ვაიმე. ავიღე! მიდი 7-მდე. მიდი ფინალი. 1-0. ბიჭო რა კაი ვიხავი? 2-1. 2-2. მიდი. გამიდორ. 4-2. 4-3. 3 და
7-3 ხო? წააგო რა. როგორ შანს ბავშვობის ჩვევები არ დავიწყებია. გახსოვთ რომ გიყვებოდით ბავშვობაში ეზოს მაგარი მოთამაშე იყო, შემდეგ ოთახში გადაინაცვლა და counter-ის თამაში დაიწყო. ხო და აქაც მოძებნა PlayStation-ი. ახლა ჩავერთოთ PlayStation-ი, სანამ გოგოები ტენის თამაშობენ. ბავშვობაში ქონდა კომპიუტერში ჩაწერილი PS13-ს თამაშობდით, ხო? PS9-საც თამაშობდით ხოლმე, ეხლა გამახსენდა. მე და მან ერთი ჯოისტიკი ქონდა. და თამაშობდით ხოლმე PS9-ს და PS10-ს და მე PS13-ის მე მგონი შევეშვით ფეხბურთის თამაშს კომპიუტერში, თორე თამაშობდით ხოლმე სულ. ნუ ნორმალურად თამაშობ რა, ძალიან მაგრად ვერ, მაგრამ ვიცი ასე თუ ისე თამაში და მანას თუ ახსოვს მაინტერესებს ეს თამაშები უეჭველი ახლა რომ საოცარი პირველი დღე იყო. საბედნიეროდ ჩვენი ისტორია პარკ ჰოტელში გრძელდება. მადლობა მათ სიტპოსტთვის, ზრუნვისთვის და ამ საოცარი გარემოსთვის. გახსოვს ეს ვიდეო როგორ დავიწყეთ? მართას უნდა აუხდინო ოცნება, უნდა ვუყიდო ნივთი. გაინტერესებთ რა ვაჩუქეთ მართას? პასუხს შემდეგ ვიდეოში გაიგებთ დროებით.